2024 წლის არჩევნების მერე ყველა მთელმა ოპოზიციამ თქვით, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა ამ ქვეყანაში. თუ გააუქმებული არჩევნებში სად მიდიხარ? მე ვფიქრობ, რომ ვერტიკალი არის შეყანყალებული. ძალიან შეყანყალებულია. ამის არ დანახვა ნიშნავს, რომ არ დაინახო რეალობა. მე თუ გითხავთ, ბოიკოტი არის გაცილებით უფრო კომფორტული, ვიდრე ამ ბრძოლაში შესვლა. თუ ერთად შევდივართ ამ ბრძოლაში, ყველა ერთად თუ შევდივართ ბრძოლაში, მოვიგებთ ამ ბრძოლას. მე ამაში მჯერა. ნერგავთ უიმედობას, ნერგავთ მიხილივს. 2024 წლის მაგას ამბობთ. ჩვენ 2024 მაგას ამბობს ოპოზიცია და მე ამბობს, უი ბოდიში გაგვიყალბეს. თუ ვერ შედგა ერთიანობა და მაინც აქვს თქვენი აზრი გასვლა არჩევნებზე. ეხლა ესე დაყენება საკითხის არის არასწორია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ერთმა მხარემ მეორე მძევლად აქციოს. თუ ეხლა უნდა თუ დაგიჭირეს. ჩვენს თუ დაგიჭირეს, ჩვენ მაინც უნდა წავიდეს არჩევნებზე. თუ ერთიანობა შედგება, ჩვენ გვყავს ბევრი ლიდერი პარტიაში. ვითარებაში თქვენ რომ არა, კი თქვი რომ გააუქმებული არჩევნები, მაგრამ ეხლა მაინც წავიდეთ არჩევნებზე. ეხლა მაინც შევებრძოლო. ეხლა მე რა მოგონი? აი თქვენ როგორ თქვენზე არა, როგორ რა მოახდინა ბიზნესმენებმა თქვენი სრული დემოტივაცია მოახდინა. ხელისუფლება რომელიც ცდილობს რომ გაგვაუქმოს, ამ ხელისუფლებას სურდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა ეს ხო აბსოლუტურად ლოგიკურიც არ არის, ხო პირიქით. ბატონო ბადრი, რატო გადადეს გაუქმება არჩევნების მერე? ამაზე უკეთეს რას გააკეთებს? თუ ჩვენ შევალთ გავიმარჯვებთ და გაგვაუქმებენ. ამაზე უკეთესი რა უნდა გაგვიკეთოს, მითხარით. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ჩვენ გადაცემაში ვაგრძელებთ საუბარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, რადგან როგორც იცით, ეს არის საკითხი, რომელმაც განხეთქილება გამოიწვია ოპოზიციაში და არა მხოლოდ ოპოზიციაში, ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების მოსაზრებებიც გაყოფილია ორ ნაწილად. ზოგი ბოიკოტს ემხრობა, ზოგი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. როგორც იცით, პოლიტიკურ პარტიებში ასეა. ორი პარტია, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის ხმამაღლა ამბობს, რომ არჩევნებში არაფრის დიდებით მონაწილეობას არ მიიღებენ. ხოლო ორი პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. პრინციპში გახარიას უკვე გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხოლო ლელო ამბობს, რომ მოდი ამ თემაზე ვიმსჯელოთო და როგორც ჩანს, უფრო არჩევნებში მონაწილეობისკენ იხრება. ჩვენ წინა გადაცემაში მოგასმენინეთ იმ პარტიის წარმომადგენლის მოსაზრებები, ვინც ბოიკოტისკენ არის. დღეს გადავწყვიტეთ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრებები მოგასმენინოთ და გადაცემაში მოვიწვიეთ ლელოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. მოგესალმებით, ბატონ ბადრი. გამარჯობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. და ბუნებრივია ჩვენი საუბრის თავი თემა არის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რადგან ეს გახდა წყალგამყოფი არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოების დიდ ნაწილს შორის და ამიტომ მოდი პირველი კითხვა ასე იქნება, რატო ფიქრობთ თქვენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის უკეთესი იდეა, ვიდრე არ მონაწილეობა? თუ ასე არ ფიქრობთ, ესეც მითხარით. ხო, ეხლა პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ გავხსენეთ ეს დისკუსია სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებაში აზრი გაყოფილია. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია და საზოგადოებას არ უნდა მოვახვიოთ ერთი აზრი არანაირად, იმიტომ რომ ეს არის სწორედ დემოკრატიული საზოგადოების დამახასიათებელი მსჯელობა, არგუმენტების გაზიარება ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვჭირდება მივიღოთ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება და არ ავყვეთ ემოციებს, იმიტომ რომ ემოციებზე აყოლილი გადაწყვეტილება ხელს აძლევს ქართულ ოცნებას ბიზნეს ივანიშვილს და შესაბამისად ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ცივი გონებით განსაჯოთ ვითარება და შევიჯერდეთ და ერთიანად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება აბსოლუტურად დისკომფორტული ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ესეთ გადაწყვეტილებებს უნდა ვეძებდეთ ერთიანობის გადაწყვეტილების სივრცე რამდენად არის დარჩენილი და ორმა პარტია ფაქტობრივად საჯაროდ გამოვიდა დედა დაიფიცეს, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა უკან წაიღებენ ამ იცით რა არის? ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ცუდი პრაქტიკაა, როდესაც წინასწარ შენ ამბობ, რომ მე რაღაც პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას არ შევცვლი და მოითხოვ, რომ სხვაც იგივე პოზიციაზე დადგეს. მე არ მგონია, რომ ეს სწორი პრაქტიკაა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ გაგვაცხავებს, ხო, დღევანდელი ავტორიტარული ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ უნდა შევგვეძლოს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები გქონდეს, უნდა შევგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრის გაზიარება, ერთმანეთის არგუმენტების გაზიარება, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ხო ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ხელშეწყობაა. ჩვენი ამოცანა არის არა საზოგადოების გაყოფა, არამედ საზოგადოების გამთლიანება. ქართულ ოცნებას სხვა ამოცანა აქვს და ის სწორედ ასე თქვა პრაქტიკას ამკვიდრებს, რომ მე ვთქვი და ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის ქართულ ოცნების დამახასიათებელი და ჩვენ
გვინდა დემოკრატიული განვითარება ამ ქვეყანაში, დემოკრატიული საზოგადოება გულისხმობს ასთა სხვადასხვა არ შედგა მაშინ მანამდე ვიდრე ისინი გამოაცხადებდნენ. ხო, ეხლა იანვარშიც იყო, ხო, მე როგორც ვიცი, ანა წეთლიძე მყავდა ეთერში და იმან მითხრა, რომ იანვარშიც იყო დახურული ხსტომებზე ამაზე საუბარი და ლელო და ისინი გაუბრუნდნენ დისკუსიას და მაშინ ყოფილიყო დისკუსია და გადაწყვეტილი. ერთად წითლიძეს ამაზე შეიძლება არ ქონია, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ხო და ანუ იანვარში რატო არ შედგა ეს მსჯელობა მაშინ თებერვალში სანამ ამ გაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ. იმიტომ რომ მაშინ თქვენ ამბობდით თუ ადრეა ჯერ თემა შემოგდებულია ბევრი ინტერვიუ დაიდო მამუკა ხაზარაძის და ასე შემდეგ ძველი თებერვლის იანვარს სადაც ის ამბობს რომ ვინც ამ თემაში შეყვება ხელისუფლებას ის არის ასე თქვა ვის თამაშს თამაშობს და არჩევნები ეხლა და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობდით მაშინაც და იგივეს გავიმეორებდი რომ დაუბრუნდე იანვარში თებერვალში რომ ჩვენ მაშინ და დღესაც ვამბობთ რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების სინდისის პატიმრების განთავისუფლება. ეს მოთხოვნა მაშინაც იგივე იყო, დღესაც იგივე რჩება. თებერვალში და იანვარში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ მიგვეღწია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაზაფხულზე მსჯელობა შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობა სრულად არაადეკვატური იყო. დახურული კარს მიღვა ყოფილიყო, რომ შეთანხმება ყოფილიყო, რაღაც წინასწარ არ ყოფილა მსჯელობა. თადარიგი დაგეჭირათ, ხო ეხლა. კიდევ უნდა გითხრათ, რომ არანაირი მსჯელობა ამ თემაზე დახურულ სივრცეში არ ყოფილა. ანუ გვარამი ესე გამოვარდა მოწმენდილცაზე და გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ ჩვენმა კოლეგებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ისე რომ ჩვენთან შეჯერებული ოპოზიციაზე არ ყოფილან და ჩვენ მიგვაჩნია რომ როდესაც აუცილებელია საზოგადოების თლიანობა, ეს თლიანობა უნდა იქნეს მიღწეული მსჯელობის და ურთიერთ კომპრომისის საფუძველზე და არა ის რომ ერთმა მხარეს თქვას რომ ეს არის ჭეშმარიტება და მე ვფლობ ჭეშმარიტებას და ყველა უნდა დაეთანხმოთ ამ პოზიციას, ეს არ არის სასარგებლო და ეს კითხე მეც მაგათ ნაციონალურ მოძრაობას ხო ისინი ამბობენ რომ იანვარში უნდა ყოფილიყო ეს მსჯელობა და არ შედგა არ უნდათ მათ და ნუ ახლა მე შემიძლია გითხრათ რომ არანაირი შემოთავაზება მსჯელობაზე არ ყოფილა არ გვიმსჯელია და ეს არ იყო ასე ვთქვა თუ ვიმსჯელეთ და ვერ მივედით გადაწყვეტილება და მით უმეტეს ამ შემთხვევაშიც ცალკეული განცხადება მე მგონი არ ეხმარება ვითარებას. რამდენად ხედავთ რომ ისინი გადმოვიდნენ თქვენს აზრად და გამოვიდნენ და ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიცია უკან წაიღო. ხო, ეხლა როცა თავაზობთ მსჯელობას რა აზრი აქვს ამას გეკითხებით? იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მივახლოვდით ისეთ ვითარებას, როდესაც უკვე რამდენიმე თვეში არის ეს მუნიციპალური არჩევნები, ეხლა ჩვენ გვესმის რომ ყოველდღიურად ისეთი უბედურება ხდება ამ ქვეყანაში, რომ ამას მიაქვს მთელი ჩვენი ენერგია და მთელი ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული იმაზე, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ბრუტალურ რეჟიმს და აკავეს მათი დევიძეს მიუსაჯოს 4 წელი და 6 თვე სრულად უსამართლოდ და მოსამართლე მიიღო ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვერ ჩამოირიცხავს ვერასოდეს ის ახალგაზრდა ქალი. ხო, რა როგორ უნდა გაიძულონ ესეთ გადაწყვეტილება მიიღო, მე არ მესმის მართლაც, ხო, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იფიქროს მის შვილებზეც, მის ყველაფერს თავიდან, ანუ მის ოჯახზეც, ხო, რომელიც როდესაც ის წარმოადგენს, როდესაც იღებს ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ამით დახსასვავს თავის თავს და წირავს მის მომავალს, ხო? თორემ მათე დევიძეს ის ვერაფერს ვერ დაუშავებს. იმიტომ რომ ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ამ ქვეყნის პატრიოტია. და რომელიც ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ როდესაც დაინახა, რომ პოლიცია უხეშად ებყრობოდა მომიტინგეებს, დროში სტარი მოიქნია, რომელიც დააცილა. არავის არ მოხვედრეს დროში სტარი ჩანს კადრებზე. და ყველამ უნდა ნახოს ეს კადრები, ხო? ხო და ეს არგუმენტია არჩევნების მოწინააღმდეგეებს, რომ ამ ვითარებაში მით უმეტეს, როცა პოლიტპატიმრები ბავშვები ციხეში სხედან, თქვენი კოლეგები ციხეში სხედან უკვე, ხო, სამი ლიდერი, რამდენად მორალურია არ წასვლა არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ როდესაც არჩევანი გაქვს, ჩვენ ხო ხედავთ ეს სასჯელი დაპატიმრება ნიკა გვარამიასის, დაპატიმრება ზურაბ ჯაფარაძის, დაპატიმრება ნიკა მელიასი. ხვალზე გვის დააპატიმრებენ ან დაგვაპატიმრებენ, არავინ არ იცის. ეს რას ემსახურება? ემსახურება იმას, რომ ხელები ჩამოყარო.
ემსახურება იმას რომ თქვა რომ არაფერი არ გამოვაბრძოლიდან. არა, აქ პირიქით არ ხელები არ ჩამოყარო, ქუჩიდან იბრძოლა, ქუჩიდან საუბარი. კიდე თქვა ამბობ. ქუჩაში ბრძოლის და ივანიშვილის თამაში არის თამაშო, ასე უყურებს ეს. ივანიშვილის თამაში არის, რომ ჩვენ გავქრეთ პოლიტიკური ველიდან. ეს არის ივანიშვილის თამაში. ანუ გაქრებით. ქუჩაში გადმოიტანეთ პოლიტიკა. ქუჩაში გადმოსულია 6 თვეა. ხო? და სამწუხაროდ გარკვეული ნაწილი მოსახლეობის ახლა სხვადასხვა არამების გამო ვერ ახერხებს ქუჩაში აროს. ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. შეიძლება მას უნდა პროტესტი გამოხატოს საარჩევნო ყუთა, რაც არ უნდა უსამართლო და უსინდისო პირობები იყოს. ხო, წინასწარ წაგებულ არჩევნებში წასვლას რა. წინასწარ მოგებულ არჩევნებში არასოდეს არ მიმიღია მონაწილეობა. კიდევ ვერ გეტყვით. წინასწარ მოგებულ არჩევნებში მე არასოდეს არც 90 წელს სამჯერ ამირჩიეს. 90 წელს როცა მივიღე მონაწილეობა არჩევნებში პრაქტიკულად წინასწარ წაგებული თითვლებოდა, იმიტომ რომ ჩემი მოწინააღმდეგე იყო რაიკომის დივანი კონკრეტულ რაიონში, იმ შემთხვევაში ონის რაიონში, ხო? არანაირი რესურსი მე არ მქონდა. ერთი წამით, იქ რაიკომის დივანი აბსოლუტურად დასუსტებული არ იყო, ყველა რესურსი მას ეჭირა. პოლიციაც, პროკურატურაც, ფინანსური რესურსი და ამ შემდეგ. სულ ამაზე თუ ვიფიქრე, წინასწარ მოგებული სანამ არ გექნება გარემო იმაში არ შეხვიდე. სამართლიან პირობებზე. არა, სამართლიანი სხვა რამე, ახლა სხვადასხვა რაღაცას ვლაპარაკობ. ხო, ანუ წინასწარ წაგებული რატო არის? იმიტომ რომ არ არსებობს სამართლიანი პირობები. არ არსებობს კონკურენტული პირობები. ანუ ნახეთ 2024 წლის არჩევნების მერე ყველა მთელმა ოპოზიციამ თქვით, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა ამ ქვეყანაში. თუ გააუქმებული არჩევნები, გააუქმებულ არჩევნებში სად მიდიხართ? კი პასუხებთ. წინასწარ წაგებულის ძახილი ეს იგივეს ნიშნავს, რომ ხეს უძახო, გახმები და ხე გახმება, ხო? ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ბიზნეს ივანიშვილმა მიიტაცა არჩევნების შედეგები, ჩვენ ნახეთ თუ როგორ გაყავდა არჩევნები განსაკუთრებით რეგიონებში, დიდ ქალაქებში იმ მასშტაბით ვერ მოახერხა, იმიტომ რომ დიდ ქალაქში ვერ ხერხდება მოსახლეობაზე ასეთი მასობრივი ზეწოლა, როგორცაც ახერხებს რაიონებში და რეგიონებში, ვერ ახერხებს ასეც, ფიზიკურად ვერ ხერხდება. ეს ხო, ჩვენ ნახეთ წინა ხელისუფლების დროსაც, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა როცა შეიცვალა როგორც ხელისუფლება, ხო, მაშინაც 2012 წელს არ იყო გაყალბებული რეგიონებში არჩევნები, როგორ არ იყო გაყალბებული? გაყალბებული იყო. CSKO-ს არ ხელმძღვანელობდა ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმული ადამიანი, ვინ ატარებდა არჩევნებს? ვანო მერაბეშვილი არ ატარებდა არჩევნებს? წინასწარ რო გეთქვა, რომ წაგებულია და ამაში არ შევალ, ეს ხო მაშინაც იყო 2008 წელს მახსოვს, როდესაც მოხდა ბოიკოტი 2008 წლის არჩევნების შემდგომ, რომელიც აშკარად ესე იგი ასევე გაყავდა 2012 წელს მაინც აქტიურობამ გამოიწვია ხალხის აქტიურობამ განსაკუთრებით ლიდერი გამოჩნდა ისეთი რომელსაც ბევრი იყო. პლუს მას ჰქონდა არანაკლები ფული ვიდრე ჰქონდა ხელისუფლებას და ამაში არ იყო დისბალანსი, რომელიც დღეს არის ძალიან დიდი დისბალანსი დამეთანხმებით და ფული გადავწყვეტი არჩევნებში. პლუს მერე ციხის კადრები რო გამოქვეყნდა ფაქტობრივად როგორც კომუნისტები ჩამოიშალნენ 9 აპრილის მერე ისე ჩამოიშალა ნაციონალური მოძრაობის ვერტიკალი ციხის კადრების მერე ხალხი აფეთქდა და გამოვიდა. ანუ მეტი რა კადრები გვინდა, მეტი რა კადრები გვინდა ეხლა ციხის კადრებზე საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის დროს და რაც დამართეს თქვენ კოლეგას გურამ როგავას ან რაც დამართეს იმ ახალგაზრდას ქუჩაში რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს ან რაც დამართეს მეტი რა კადრები არის საჭირო საზოგადოებას ანუ ეს არ არის შეყანყალებული ვერტიკალი როგორც მაშინ შეყანყალებული მე ვფიქრობ რომ ვერტიკალი არის შეყანყალებული ძალიან შეყანყალებულია ამის არ დანახვა ნიშნავს რომ არ დაინახო რეალობა შეყანყალებულობიდან და ამ შიშისგან არის გამპირობებული ეს დაკავებები და ეს დაჭერები ეს არ არის იმ ხელისუფლების ქცევა რომელიც მყარად გძნობს თავს თავის თავში დარწმუნებულია და ფიქრობს რომ ეხლა ერთადერთი ესე იგი ჭირდება რომ ფორმალურად გაიფორმოს ხელისუფლება არა ეს არის შეყანყალებული შეშინებული ხელისუფლება რომელიც ფიქრობს რომ ეხლა იმდენად ეშინია რომ უნდა გააუქმოს ეროვნული პოლიტიკური პარტიები, პროდასავლური პარტიების გაუქმებაზე ფიქრობს და არა მათ მონაწილეობას არჩევნებში. ხო და როცა ვიღაცა გაუქმებას გიპირებს, არჩევნებში მოწესრიგებას თუ გაგაუქმებს. აი ძალიან კარგია. ესე იგი თუ ადამიანი გაუქმებას გიპირებს, ანუ შეუნდა შეუწყო ხელი გაუქმებაში. არა, შეუნდა გადავიდე იატაკქვეშეთში, წინააღმდეგობაში, დისიდენტურ მოძრაობაში. თუ გაგაუქმებს, მაგრამ შენ როდესაც პასიურობით ეთანხმები შენ გაუქმებას, ეს არის მისთვის ხელშეწყობა. პასიურობა დაგვიქვა ჩვენ ეს გვაწუხებს რომ ეს ხელშეუწყობს ბიზნესს მიერ ამ მუნიციპალური არჩევნების თავის სასარგებლოდ გამოყენებას იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ
მარგინალიზაციას მოახდენს. ესენი არიან პარტიები, რომელიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ამიტომაც მანამდე რაღაცას შეთითხნიან, შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში, გაგვაუქმებენ, კი, არავის არ უშინებია, რომ ვიყავი კიდევაც იატაკქვეშში და ამისაც არ მეშინია. იატაკქვეშში გულისხმობ, როდესაც 99-90 წელს აბსოლუტურად აკრძალული ვიყავით, ხო? სანამ არჩევნები არ ჩატარდა წინა წლებშიც, მაგრამ ესეც პირობებშიც ყოფილა. უბრალოდ ახლა ჩემი აზრით, როდესაც მთელი სამყარო, მთელი ცივილიზებული სამყარო, ხო, გვიყურებს ჩვენ როგორც ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ცდილობს გაასწოროს მიწასთან დემოკრატია, სადაც ხელისუფლება ცდილობს დაჩაგროს თავისი თანამოქალაქეები, სადაც ხელისუფლება ცდილობს ოპონენტები გამოაწყვეტოს ციხეში. აქ ელოდება და მე მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის განცხადება, ასევე შეგახსენოთ კოშტას ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს არის მომენტი გაერთიანების. არ გაუშვათ ხელი და გაერთიანების მომენტი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თორე გაცილებით უფრო კომფორტულია, ახლა მე თუ მკითხავთ, ბოიკოტი არის გაცილებით უფრო კომფორტული, ვიდრე ამ ბრძოლაში შესვლა. ამ ბრძოლაში შესვლა არის გამოსვლა კომფორტის ზონიდან, შესკდომა ხელისუფლებასთან, მაგრამ ჯობია ჩვენი წარსული გვაჩვენებს, რომ თუნდაც უთანასწორო ბრძოლაში, თუნდაც უთანასწორო ბრძოლაში შესვლა არის ბევრად უკეთესი ვიდრე კაპიტულაცია. უთანასწორო ბრძოლაში შესვლა და ჩვენება, რომ შენ არ ეგუები ამ რეალობას, ეს არის გაცილებით უფრო დიდი ნაბიჯი შენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ვიდრე თქვა, რომ მე კაპიტულაციას ვაცხადებ. პირიქით ხალხი ფიქრობს, რომ ბრძოლა არის ქუჩაში და არა არჩევნებში. ვინ ამბობს, რომ გაუქმდეს ქუჩაში ბრძოლა? გააგრძელე ქუჩაში ბრძოლა, გააგრძელე ყველა ფრონტზე ბრძოლა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ იბრძოლე ყველგან. ეს მხოლოდ შეასუსტებს. შენ არაფერზე ბრძოლის არც ერთ საშუალებაზე უარი არ უნდა თქვა. ეს ასუსტებს ხელისუფლებას. უნდა შეარყიო. კრიზისის ნორმალიზებას ხო არ ახდენს, რომ შევიყვები ნორმალიზებრივ ამბავს, როგორც არის არჩევნები და ასე შემდეგ და ზურა ჯაფარიძე იყო ჩემი სტუმარი სანამ დაიჭერდნენ და მან თქვა ასეთი რამ, რომ არჩევნებში შეყო ოპოზიციის მხრიდან ფაქტობრივად ჩამოანგრევს არაღიარების პროცესს საზღვარგარეთ. ესენი თქვენ რომ თუ ეხლა ნორმალიზდა პროცესი და ჩვეულებრივად არჩევნები და რაღაცა, ხო, საზოგადოებრივი კონტაქტი არ მაკლია, მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი კონტაქტი არ გვაკლია, არ არის ეს ასე. ამას ამ 99 კაციან დაჯგუფებას, რომელიც პარლამენტს უწოდებს თავის თავს, ამას არაფერი არ უშველის. 99 იქნებიან სანამ არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასე რომ არანაირი კავშირი ამას ან ნორმალიზაციასთან, ან მათ ლეგიტიმაციასთან არ აქვს. ჩვენ რაც არ გვინდა დაუშვათ, რომ მოხდეს ქართული ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაცია იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ წინააღმდეგობას არ გაუწევ. თუ ის ჩაატარებს არჩევნებს ეროვნული ძალების გარეშე და ჩაატარებს შვიდად, კომფორტულად, გაყალბებაც არ დაჭირდება და მე სამყაროში გამოცხადება იქნება 35-დან 40%-მდე მაინც შეძლებს მინიმუმ ამორჩევლის მოყვანას, ყველა რესურსს ამაში ჩადებს. ის ოპოზიციური ამორჩეველი შეფასდება კონკურენტულად. კონკურენტულად ლეგიტიმაციისთვის. როცა მთავარი პარტიები აი ეს განცხადებები კონკურენტულად ვეღარ შეფასდება. მე რა, აი ესეთი განცხადებები რაღაცას ხომ უნდა ფუძნებოდეს, რომ ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს, ხო, არჩევნების კონკურენტულობა და სამართლიანობა. გიპასუხეთ. ვერ შეფასდება ის კონკურენტულობა. ვიღაცის მაგალითით ხომ უნდა ვისარგებლოთ. საკუთარი გამოცდილებით თუ და შეცდომებით თუ ყველაფერს ასე ვთქვათ, უგულებას ვხობთ. ვიღაცის მაგალითით ხომ უნდა ვისარგებლოთ. მოგიყვანთ უჩიჩის მაგალითს. სადაც პროდასავლურმა დემოკრატიულ ოპოზიციამ საერთოდ უარი თქვა მონაწილეობაზე არჩევნებში. რით დამთავრდა ეს არჩევნები? შევიდნენ სატელიტები უჩიშთან ერთად და არც ერთ ქვეყანას არ დაუსვავს საკითხი ლეგიტიმურობის შესახებ იმ პარლამენტის სერბიაში. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ, შეესწავლოთ. შემდგომ შეცვალა მიდგომა ოპოზიციამ, დაინახა რომ ეს არ იყო ეფექტური და დაიწყეს უკვე დასავლეთ ევროპელ კოლეგებთან ერთად გერმანია ჩართული იყო, რომ არჩევნები ჩატარებული იყო, მაგრამ ისე უჩიჩის პირობებში, უჩიჩი არსად არ წასულა. ანუ რისი თქმა მინდა, ფასადური ჩვენთან უკვე არის ეს არაღიარების პროცესი დასავლეთის მხრიდან. ამაზე არის საუბარი. ხო და ვიმეორებ, მე რა, მინდა მოусმინოთ ერთმანეთს მოусმინოთ ძალიან გთხოვთ რა. ვიმეორებ კიდევ ერთხელ. ამ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ და არც არავინ არ აღიარებს მუნიციპალური არჩევნები ჩატარების შემდგომ, თუ კი ჩვენ ასე ვთქვათ, მივიღეთ ყველა ერთად მონაწილეობა და შევებრძოლეთ და მე ვერ წარმომიდგენია, თუ კი ყველა ვართ კონსოლიდირებულები. მიუხედავად იმისა, რომ იქნება უსამართლო პირობები,
ყველა თუ ერთად შევდივართ ამ ბრძოლაში, ყველა ერთად თუ შევდივართ ბრძოლაში, მოვიგებთ ამ ბრძოლას. მე ამაში მჯერა. ნერგავთ უიმედობას, ნერგავთ ნიხილივს. 2024 წლის და ასე ამბობდი. ჩვენ 2000 მაგას ამბობს ოპოზიცია და მე ამბობს, უი ბოდიში გაგვიყალბეს. მე რა, ესე იგი თქვენ ამით მოკლავთ არჩევნების იდეას. ეს ის იმხელა ზიანს მიაყენებთ. ხო და თქვენ არის აი არასწორი დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგა, მაგრამ მე გაძლევს მე მინდა გითხრათ რომ ესე ჩვენ დავნერგავთ ნიხილებს სრულ უიმედობას იმ ადამიანებს შორის რომელიც არ გამოდიან დღეს ქუჩაში და პროტესტში ქუჩაში ვინც დგას ის ხალხი ამბობს რომ არჩევნებში წასვლა დანერგავს ჩვენში ამ ნიხილებს რომ თითქოს ანუ ეს ნიშნავს რომ ქუჩიდან არაფერი აღარ შეიძლება პროტესტით არაფერს ვერ მივახციეთ და მორჩა ყველაფერი მივდივართ არჩევნებში კიდე ერთხელ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს რასაც საუბრობთ ხო ამაზე გიპასუხეთ რომ ქუჩის პროტესტი უნდა გააგრძელდეს ერთი მეორეს არ ანაცვლებს ეროვნული ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა სანამ დაკმაყოფილდება ამ ქვეყანაში ნორმალიზება ვითარების ვერ მოხდება ჩვენი ამოცანაა დავასუსტოთ ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლების დასუსტების ერთადერთი გზა არის პროტესტის გაგრძელება იქ შერყევა სადაც ეს შესაძლებელია და თბილისში დღეს და სხვა დიდ ქალაქებში აი მე მაგალითად მომყავს ხშირად მაგალითად იმიტომ რომ ეს მინახავს გამივლია მომიგია და გამიკეთებია სხვებთან ერთად იმიტომ რომ სადაც ადამიანები აქტიურად იბრძოდნენ იქ მივახციეთ გამარჯვებას სადაც იყო ბოიკოტი გამარჯვებას ვერ მივახციეთ ამიტომ რაც ნანახია იმას ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვათ იმ ადამიანების გარდა რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან არის უზარმაზარი არმია ადამიანების რომლებიც უკმაყოფილო არიან ამ ხელისუფლების რომელიც ზად არიან გამოვიდნენ საარჩევნო ყუთთან მოვიდნენ და დაიცვან ხმები არის უზარმაზარი არმია მინდა რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონდეს კომუნიკაცია იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ყოველდღიურ ბრძოლაში არიან რუსთაველზე ეს ადამიანები არიან მართლაც დიდი სხვერპლის ფასათი ხომ მაგრამ არის დიდი ნაწილი პროტესტული ამ ხელისუფლების ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი რომელიც არსებობს რომელიც არის დიდი რაოდენობით რომელიც ელოდება ჩვენგან უფრო აქტიურ ბრძოლას და არა თქვენ რო თქვით ეხლა გაქრობას და იატაკქვეშეთ ჩასვლას ის ელოდება ჩვენგან ბრძოლას ამ ბრძოლას თუ არ აჩვენებ იმ ადამიანებს იმედს დააკარგინებ ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არსებობს აქტიური ადამიანების ჯგუფი რომელიც არის გარკვეულ აზრზე ჩამოყალიბებული მაგრამ არის უზარმაზარი ჯგუფი რომელსაც აქვს სხვა მოსაზრება. თუ ეს ჯგუფები ერთმანეთთან არიან სრულიად დაშორებული და გაუცხოებული, ეს სწორედ ქართულოსნებას, იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებს დავკარგავთ, ამ ქვეყნიდან წავლენ. თუ მათ აზრის უგულებელყოფ, ის ადამიანები იტყვიან, რომ ამ ოპოზიციისგან აფერი არ გამოვა. ეს ხალხი რიქით ხوار მოხდება. თუ თქვენ არჩევნებში წახვალთ, ის ხალხი ხوار იტყვის, ვინც აქტიური მებრძოლია, რომ ამ ოპოზიციისგან მართლა არაფერი არ გამოვა და თქვენი მარგინალიზება ასე და ეთეგევის გამო, რამდენჯერ ეთეგევის გამო, ეთეგევით გიპასუხებთ რა, იმიტომ რომ ეს თქვენი მიმართულებას დაკარგავს ეს ხალხი. პასუხობ, მე არ მინდა ხალხი მაგალითად, ვინც თქვენი ამომრჩეველი იყო, ხო, ანუ ეს ხალხი აღარ მოგცემთ თქვენ ხმას სხვა დროს. უნდა გიპასუხოთ ამაზე, რომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენ ხართ ერთი მოქალაქე. შეიძლება 100 ხართ ერთად, მაგრამ არის უამრავი სხვა საზოგადოების წევრი, რომელიც შეიძლება განსხვავებული აზრის იყოს, ვიდრე თქვენ. ამ ადამიანების უგულებელყოფა იქნება, მათი აზრის უგულებელყოფა იქნება დიდი შეცდომა. იქნებ თქვენ მოусმინოთ ამ ადამიანებს, უფრო ყურადღებით. იქნებ თქვენ დახარჯოთ დრო და მოისმინოთ მათი არგუმენტები, იმიტომ რომ აქ როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ მე ვარ ჭეშმარიტების მფლობელი და არ არის ღია სხვის მოსასმენად, აქ იწყება დეგრადაცია. აქ იწყება აუცილებლად დეგრადაცია და კიდევ უფრო მეც გეტყვი, აქ იწყება კდომა პროტესტის. როდესაც შენ ღია ხარ სხვისი აზრის მოსასმენად და შენ არ გაქვს ეს პრეტენზია, რომ შენ ხარ ჭეშმარიტების მატარებელი, მით უმეტეს, როდესაც უამრავი მაგალითია, როგორც მოგიყვანეთ მე თქვენ, კიდევ ერთხელ, არაერთხელ გავიმეორებ, რომ 90 წლის ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო დიდი შეცდომა, ხო? ერთი შეცდომა. მეორე 2008 წელს ბოიკოტი 2000 დაუბრუნდეთ ეროვნულ მოძრაობას. მანამდე ხო განსაკუთრებას გამოუცხადა ბოიკოტი არჩევნებს. ტყუილია ეს. კი არ გამოუცხადა, არ ჩატარებულა არჩევნები. არ ჩატარდა, ხო? არ ჩატარდა, ტყუილია ბოიკოტს უცხადებდა. მე ვიყავი იქ და კიდევ ერთხელ არ ჩატარებულა ეს არ ჩატარდა, იმიტომ რომ ოპოზიცია იყო ერთ აზრზე და გამოუცხადა ბოიკოტი და ამას შედეგი მოხდა შეთანხმება. სასურველად ინტერპრეტაციას ნუ გავაკეთეთ ძალიან გთხოვთ რა. მით უმეტეს მონაწილე ვიყავი ამ პროცესში, ხო? იქ მოხდა შეთანხმება კომუნისტებთან, მათ გადაწიეს არჩევნები, იყო საუბარი, რომ შემცირებული იყო
უზენაეს საბჭოს წევრების რაოდენობა დასულიყო 250-ზე, იყო გაცილებით მეტი. აი ეს მოლაპარაკებები გაიხსნა მაშინ და ჩატარდა არა ბოიკოტი კი არ მოხდა. არამედ მოხდა გადადება არჩევნების. ხო, იმიტომ რომ წამოვიდა ხელისუფლება ოპოზიცია მაშინ ამბობდა რომ თუ არ წამოვა ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამ არჩევნებში. ამბობდა არის ერთი კიდე ერთხელ ამბობდა ხო სხვა რამეა და მოხდა სხვა რამეა ახლა. ფაქტი ბოიკოტის არ მომხდარა. იმიტომ რომ მაშინ წამოვიდა კომუნისტური ხელისუფლება დარწმუნებული იყო. დარწმუნებული იყო კომუნისტური ხელისუფლება თავის გამარჯვებაში, იმიტომ წამოვიდა თორე ახლა ის რომ ეროვნული მოძრაობა გაიმარჯვება, ეგ რო ქონოდა, განსაზ არაფერზე არ წამოვიდოდა ხო? მაშინ ქონდა ფულადი რესურსების. ერთიანობა არ იყო ოპოზიციაში. არ იყო, მაგრამ ამ თემაზე ერთიანობა არ იყო მეთქი. ამსახურდიაც და ის კონგრესიც და ყველა მაშინ ამბობდა რომ ჩვენ არ მივდივართ ამ მარტის არჩევნებში და ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წამოსული. არასწორ რაღაცა. ამან აიძულა ხო ხელისუფლება. არასწორ რაღაცა სამოთ. ოპოზიციაში იყო განხეთქილება, უნდა მიგეღო თუ არა მონაწილეობა კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში. ამაზე იყო არჩევნით განხეთქილება მერა. კი, მაგრამ იმ არჩევნებზე ხო გამსახურდიას მაგაზრზე იყო. ეს განხეთქილება იყო მერე ოქტომბრის არჩევნებში, როცა გამსახურდიამ შეცვალა პოზიცია და თქვა რომ მე მივდივარ არჩევნებში. თქვენ ყვებით მოყოლილს, მე მოგიყვებით ის რაც იყო რეალურად. თქვენ სხვის მოყოლილს ყვებით და მე მოგიყვებით რეალობა რაც იყო. რეალობა იყო ის, რომ მოხდა შეთანხმება კომუნისტურ პარტიასთან, საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან, რომ არჩევნები ჩაინიშნებოდა შემოდგომაზე. ამ შეთანხმების წინააღმდეგი იყო ოპოზიციის მეორე მხარე. მე მიხვდით? ხო. ხო და ამიტომ გეუბნებ. მე კი არა, მათ გაიყო. ბოიკოტში ყველა ერთი იყო თავიდან. კიდევ ვიმეორებ. მათ გაიყო, რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, რატო თანხმდებითო? ამაში გაიყო. ხო, კი, მერე. მერე არა, იქ გაიყო. არა, მერე, არამედ იქ. როცა შენ შევთანხმდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. მათ გაიყო. ის კი არა, რომ მერე შეთანხმება, მერა ეხლა მარტის არჩევნებზე უნდა გავსულიყავით თუ არა, ამაზე ხო იყო თანხმობა. მარტის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ, ამაზე ხო იყო. სხვა რამეზე იყო. არ იყო, მაგროს იყო განხეთქილება იყო, იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ რომ კომუნისტური პარტია საერთოდ მოლაპარაკება არ უნდა აწარმოო. განხეთქილება იყო. მე რა, არის თქვენ სხვას მოყოლილს ყვებით და ძალიან დღევანდელობას და თქვენ წევრი ინტერპრეტაციას აკეთებთ და რეალობა იყო სხვა. განხეთქილება იყო მანამდე მაშინ ოპოზიციის დიდი ნაწილი ჭანტურია და სხვები ამბობდნენ რომ საერთოდ არანაირი მოლაპარაკება არ უნდა იყოს ამათთან, ესენი არიან საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები, რაც რეალობა იყო და ზუსტად გამსახურდიას პოზიცია იყო რომ უნდა შეთანხმებულიყავით ოღონდ იმ რაოდენობაზე უზენაეს საბჭოს წევრების და ის იყო 250 და არჩევნები უნდა ჩატარებულიყო შემოდგომაზე. ამაზე იყო ზუსტად გამსახურდიას ყარი პოზიცია იყო არჩევნებში მონაწილეობა და ამ დროს ყველა რესურსი, ფული, ყველაფერი იყო კომუნისტური პარტიის ხელში. ჩვენ საერთოდ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა. არ დამავიწყება 100 მაინც მქონდა ჯიბეში როცა ჩავედი ონში. და არჩევნებში დავიწყე მონაწილეობა. ანუ კიდე ერთხელ მუდმივი საუბარი იმაზე რომ მეორე მხარესა აქ ხელში ყველა რესურსი, მეორე მხარესა აქ ყველა ბერკეტი. ჩვენ თუ ველოდეთ, როდის გახდება ბიძინა ივანიშვილი დემოკრატი და ეს ვერ გახდება. ვერ გახდება. ქუჩა არა მოძრაობა და გახადოს იძულებული. ქუჩა არის ერთი კომპონენტი. ქუჩა არის ერთი კომპონენტი. ქუჩა არის ერთი კომპონენტი. ჩვენ ვხედავთ, ქუჩა არის ერთი კომპონენტი. არის სხვადასხვა კომპონენტები. ყველა ფრონტზე გჭირდება აქტიურობა. მარტო ქუჩა არის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ქუჩას აქვს თავისი როლი და მან თავისი როლი შეასრულა და შეასრულებს კიდევ. ასე მექნება. თუ ვერ შედგა ერთიანობა და დღეს ასე ჩანს, რომ ოპოზიციაში ვერ შედგება ერთიანობა, იმიტომ რომ იმ პარტიებს აქვთ, როგორც ვთქვი, დედა დაიფიცეს, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მაინც აქვს თქვენი აზრი გასვლა არჩევნებზე. ეხლა ესე დაყენება საკითხის არის არასწორია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ერთმა მხარემ მეორემ ძევლად აქციოს. ამიტომ დავანებოთ ერთმანეთის ძევლად ქცევას თავი. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, ერთიანობისთვის მზად უნდა იყოს ყველა კომპრომისისთვის და არ უნდა პირობებს არ უნდა აყენებდეს. ეს არ არის ერთიანობა. ეს ნიშნავს, რომ ძევლად უნდა შედგეს, რატომ უნდა ვიყოთ ეს უიმედო. თქვენ ხართ ძალიან პესიმისტურად განწყობილი ყველაფრის მიმართ. ეს არ შეიძლება გამოვიდეს საჯაროდ თქვენს რომ არ მივიღეთ მონაწილეობა და არ მჯერა რომ ისინი გადათქვამენ. თან მათი ლიდერები ციხეში არიან. და შესაბამისად თქვენ ხართ წინააღმდეგი ერთიანობის. არა, კაცო, ერთიანობის შედგა. უნდა შედგეს. ერთიანობის წინააღმდეგი არა, უნდა შედგეს. ეგ არ არის ერთიანობა, თქვენ რა საუბრობთ. თუ არ შედგა, ერთი მხარე თუ ამბობს რომ მე არ მინდა, მეორე თქვა ეს ერთი მხარე თუ ამბობს რომ არ მინდა, მეც უნდა დავეთანხმო. ეს არ არის ერთიანობა. ესე სცენარო განვიხილოთ, რა ხდება ამ შემთხვევაში. თუ არ შედგა ერთიანობა, მაშინ განვიხილოთ, როცა ეს დადგება რა. და ეხლა უნდა ვიზრუნოთ, ეს არასწორია. წინას არის ისაუბრო რომ ერთიანობა თუ არ შედგა, ასე მოვიქცევი, ესე მოგს, ეს არის
პირდაპირ ძირის გამოთხრა იმ ცდელობაზე, რომ ერთიანობა შედგეს, ამიტომ მე ძირის გამოთხრას არ ვაპირებ რა ამ ცდელობისთვის. გასაგებია. თქვენ არგუმენტები და ხა მინდა მოგცეთ საშუალება ერთად მოუყაროთ თავი არგუმენტებს, ანუ თქვენი არგუმენტები სასარგებლო არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ რა არის? ერთად რო ჩამოაყალიბოთ. რატო უნდა გახვიდეთ არჩევნებში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანობა არის პირველი ყველაზე მთავარი მისაღწევი, იქნება არჩევნებში მონაწილეობა, თუ არ მონაწილეობა, სხვანაირად თქვა. ერთიანობა არის განსაზღვრელი, იქნება ეს ბოიკოტი, თუ იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ ეს გადაწყვეტილება ერთიანი უნდა იყოს. უნდა გულისხმობდეს ძალიან მკაფიო გეგმას, ბოიკოტის შემთხვევაში, ძალიან მკაფიო გაწერილ გეგმას, რასაკეთებ. მანამდე მერე და ასე შემდეგ. თქვენ ზარხართ ბოიკოტიც განიხილოთ. მზად ვარ განვიხილოთ, მათ შორის ბოიკოტი, ოღონდ ეს უნდა იყოს არა იმის გამო, რომ მე ვთქვი ასე და შენ უნდა გააკეთო, არამედ უნდა დამარწმუნო, რომ ეს არის სწორი გზა. ამიტომ ამისთვის ზად ვართ, რომ ამაზეც ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ მეც არ მინდა რაღაც წინასწარ პირობით შევიდე. ერთიანობა თუ გვინდა, ჩვენ წინასწარ პირობები არ უნდა დავაყენოთ. ხო? წინასწარ პირობები კი არ უნდა დავაყენოთ, რომ ან დაეთანხმები ბოიკოტს, ან დაეთანხმები მონაწილეობას და მაშინ შემოვალ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გავწიოთ ლაპარაკებაზე. ვინც არ წამოვა, მე მგონი ეს იქნება ძალიან კაფიო მაჩვენებელი იმის, რომ მათ ერთიანობის ხარდაჭერა არ სურს და პირველ არჩევნებში, იმიტომ შედის, ეხა უნდა რომ აი ნაცების ისინი სტრუქტურები გადმოიბიროს რეგიონებში და დაფიქსირდეს, რომ ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალაო და ასეთი ტიპის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არის არასერიოზული განცხადება. კი ბატონო, კარგით, გავყვეთ არგუმენტებს, ანუ რას გვაძლევს არჩევნები? თუ ყველანი ერთად შევალთ ამ არჩევნებში, ეს არნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტი ჩერდება. ამავდროულად დასავლეთი ცალსახა პოზიციაზეა და მე ამას გეუბნებ სრული პასუხისმგებლობით, რომ არანაირი კავშირში ეს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან არ იქნება. ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. არანაირი კავშირი არ იქნება ამას. მაგრამ მუნიციპალურ არჩევნებში შესვლა ერთიანი ფრონტით და დიდი დარტყმის მიყენება ქართული ოცნებისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობის გზით და შეყანყალება, შესუსტება ამ ხელისუფლების დააჩქარებს ეროვნული არჩევნების ჩანიშვნას. არ მონაწილეობა, ეს არ არის იდეალურად. დღევანდელ ვითარებაში ჩვენ არ აგვაქვს იდეალური გადაწყვეტილება. უნაკლო გადაწყვეტილება არ არსებობს. ყველა გადაწყვეტილებას აქვს პლუსი და აქვს მინუსი. ხო? ამაზე შევთანხმდეთ. არ მონაწილეობის დღეს მინუსებს ხედავ იმაში, რომ შეეგუო ქართული ოცნების მიერ მისი ძალაუფლების კიდევ მეტ კონცენტრაციას, შეეგუო იმას, რომ ის ჩაატარებს კომფორტულად მისთვის ადგილობრივ არჩევნებს და გაყალბებაც არ დაჭირდება, ესე დაეპატრონება ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა მერიას, გაყალბებაც არ დაჭირდება. ამით მოახდენს თვითმმართველობის ორგანოების ლეგიტიმაციას და შეძლებს გაიხანგრძლივოს თავის ხელისუფლება. აი ეს არის ის მინუსები, რომელსაც ხედა ბოიკოტში. მინუსები რა არის არჩევნებში? კიდევ გავიმეორებ, ორი წუთის წინ თქვი და გავიმეორებ. ერთიანი ფრონტით შესვლა მუნიციპალურ არჩევნებში. პარალელურად ქუჩის პროტესტის გაგრძელება. პარალელურად განუწყვეტლი მოთხოვნა ეროვნული ახალი საპარლამენტო არჩევნების. ერთიანი ფრონტით შესვლა, როგორც ეს ყოველთვის მოხდარა საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ერთიანი ფრონტით შესვლა და არა დანაწევრებულით შესვლა. ერთიანი ფრონტით შესვლა აუცილებლად მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას ქართულ ოცნებას. ეს გვინახავს სხვა ქვეყანაში, ამ ქვეყანაშიც მათ შორის და ყველგან გვინახავს და ამ ქვეყანაშიც, რომ პასიურობა და ბოიკოტი არ არის შედეგის მომტანი. ეხლა კითხეთ და ეს კონკრეტული პასუხი მინდა, ანუ თუ ეს ხალხი დარჩა ციხეში, მაინც უნდა წახვიდეთ არჩევნებში, მაინც წახვალთ არჩევნებში. თუ კი ერთიანობა შედგება, იმიტომ რომ ციხიდან განთავისუფლების გზა არის ამ ხელისუფლების დასუსტება. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრაცია პირიქით ახანგრძლივებს სინდის პატიმრების საპატიმროში ყოფნა. პირიქით ახანგრძლივებს. იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად გაიდგავს ფესვებს ყველგან წინააღმდეგობის გარეშე. ამიტომ თუ მეც ეს შემეხება 20-ში არის ჩვენი სასამართლო, მე ახლა გეუბნებით რომ მეკითხა, სწორედ. თუ ახლა უნდა გაგიჭირეს. ჩვენს თუ დაგვიჭირეს, ჩვენ ყავს. მაინც უნდა წავიდეს არჩევნებზე. თუ ერთიანობა შედგება, ჩვენ ყავს ბევრი ლიდერი პარტიაში, რომელიც შეძლებს მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მობილიზაცია გაუკეთოს პარტიის წევრებს, ამომრჩევლებს, ხარდამჭერებს, სხვაგანაც ბევრი ლიდერი არის სხვა პარტიებშიც, ასე რომ ჩვენი დაპატიმრება პირიქით უფრო მეტად უნდა იყოს
წამბიძგებელი ხალხის აქტიურობის, ხო? ეს აქტიურობა გამოვლინდება ქუჩაში ისე ყოველდღიურ პროტესტში, რაც არ ვლინდება, ამან უნდა შეძლოს ზღვასავით მიაწყნეს მე საარჩევნო უბნებს და ადამიანები დაიცავენ თავიანთ ხმებს. ბოიკოტის კამპანია აწარმოოს ოპოზიციამ, რეგიონებში ამ ideit იაროს და ეს იყოს ეს ადვილია სათქმელად. ეს სათქმელად მოსაყოლად და სათქმელად ადვილია, მაგრამ მე თქვენთან ერთად წავალ რეგიონში და თქვენ დაგაკვირდებით როგორ დაარწმუნებთ იქ ადამიანებს ბოიკოტში, არ მონაწილეობას, მაგალითად, იმიტომ ნანახი გვაქვს ეს ჩვენ. ნაწილი ადამიანების მაინც მივა იქ. ოპოზიციურად განწყობილი მაინც მივა იქ. ეს ხდება ყოველთვის და ამით ხელს შეუწყობს ქართულ ოცნებას, რომელიც შეესწრება რომ კომფორტულად ჩაატაროს ეს ყველაფერი და თქვას რომ აი სად არის 5 პარტია მონაწილეობდა იტყვის იქ არის აგერ ვიცით ჩვენ გირჩი იღებს მონაწილეობას მიიღებს სხვა პარტიების მათ შორის სატელიტები, მაგრამ ფასადური მრავალპარტიულობა ექნება, ფასადური, მაგრამ არ ექნება წინააღმდეგობა 26-ში ჩვენ ვიცოდით, იმიტომ ამბობთ რომ უნდა გავემარჯვოთ, იმიტომ არ შეიძლება ამურჩეველს უთხრა რომ წაგებულ თამაში შედიხარო, ხო არ ეტყვი ამას, ესე არ ხდება. თუ შენ გინდა მობილიზაცია, რა ნახა, ერთ დღეს ოპოზიცია ეუბნება რომ არჩევნები არის გაუქმებული ამ ქვეყანაში და გავოდით ყველანი ქუჩაში და მე უცებ არაფერი არ იცვლება, ამას ხას უსვამ. არაფერი არ იცვლება, ივანიშვილი არაფერს არ თმობს, პირიქით აუარესებს კანონმდებლობას, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების კანონმდებლობას, იმას ბარიერს მაღლაწევს, უფრო დამკვირვებლებს აღარ უშვებს, აუარესებს და ვითარებაში თქვენ ვთქვით, არა, კი ვთქვი რომ გაუქმებული არჩევნები, მაგრამ ეხლა მაინც წავიდეთ არჩევნებში. ეხლა მაინც შევებრძოლოთ. ეხლა მე რა მოგონია, აი თქვენ როგორ თქვენზე არა, როგორ რა მოახდინა ბიზნესმენებმა თქვენი სრული დემოტივაცია მოახდინა. ანუ ამით რას უნდოდა? მან მიაღწია. ანუ რა უნდა რომ მე რა მეტრეველი დაერწმუნებინა რომ ახლა მე ისეთ კანონებს მივიღებ, ყველას დავიჭირო, მე რა მეტრეველი იტყვის რომ არ მოვალ არჩევნებს. აი ეგ უნდა. მე მეტრეველი იტყვის რომ უკვე დისიდენტობის დროა. არა, დისიდენტო ახლა მე წინააღმდეგობის მოძრაობის დრო. დამთავრდა ჩვეულებრივი პოლიტიკა. მათ გადაგჩეხავთ აუცილებლად და ეხლა თქვენ უკვე კარგად გამოხატეთ თუ რას მიაღწია ბიზნესმენებმა ამ ნაბიჯებით. მიაღწია იმას რომ თქვენ თქვით რომ არანაირ ასეთ ბრძოლას საარჩევნო ყუთთან აზრი არ აქვს, რაც უნდოდა მას. აღარ მიხვიდეთ არჩევნებზე და გაიფორმოს ბიზნესამ ყველაფერი უკვე თქვენი წინააღმდეგობის გარეშე. ნუ ეხლა მე არ ვიცი შეიძლება თქვენ ჩემზე უკეთ დისიდენტი იყოთ, რომ დისიდენტობა იქნება, არ ვიცი, ოღონდ ნანახი მყავს მე ეს მოძრაობაც ნანახი მაქვს. ხო, ამას აქვს თავისი პლუსი, თავისი სისტემა, იმიტომ რომ დისიდენტობით ჩვენ ვერ შევცვალეთ კომუნისტური პარტია. შევცვალეთ აქტიურად არჩევნებში მონაწილეობით, თუმცა მაშინაც გაყოფილი იყო აზრი. და დაპირისპირება იყო არა მხოლოდ გაყოფილი იყო, არამედ მიდიოდა ერთმანეთს ანწვაგინება. ანუ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ღია უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი, ღია უნდა იყოს განსხვავებული შესაძლებლობის განხილვისთვის. ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი ვითარება, რომელიც შესაძლოა არ ქონდა 26-ში, გაცილებით მეტი ადამიანი არის გამშვალული პროტესტის გზნობით. ბიზნეს ევანიშვილის ამოცანა ამ ცვლილებებით რომელიც მან მიიღო არის ის რომ პარტიებმა თქვან რომ არა აქვს აზრი ამ არჩევნებში მონაწილეობას, ის რომ ხალხმა თქვას რომ არა აქვს აზრი ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის მისი ამოცანა. და როგორც ჩანს თქვენ შემთხვევაში მან ამ ამოცანას მიაღწია. ანუ მე თანმიმდევრულობას ვითხოვ. არა, თანმიმდევრულობა. თუ მეუბნებით რომ არჩევნები გააუქმა ივანიშვილმა ქვეყანაში. თანმიმდევრულობა არის რომ ბრძოლაზე ვარიართ თქვა. ეს არის ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩვენ თანმიმდევრულობა უნდა გამოვიჩინოთ იმაში რომ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი ამორჩეულის ინტერესებისთვის, რომელიც არის ძალიან განსხვავებული, ნაწილი ფიქრობს ასე, უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს სხვაგვარად, არ შეიძლება რომ უგულებელყოფა მოხდეს საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრების, რომელიც ასევე შენს უგულებელს ყოფს აუცილებლად შემოვა. ბოლო კითხვას დავსვამ, აი ხშირად მესმის რომ აი თბილისის მოგება შესაძლებელია, ხო? ეს ერთ-ერთი მთავარი мотиваცია ერთიანობით, მაგრამ ხშირად მომყავს ეს მაგალითად ჩემს გადაცემაშიც მინდა მოვიყვანო, ყველას გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მოიგო ოპოზიციამ თბილისში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც თბილისში მოიგო ოპოზიციამ და თბილისი სულ იყო ოპოზიციური სააკაშვილის დროს. მოვიდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და უგულოვამ 54% აიღო იმ ქალაქში, რომელიც ოპოზიციური იყო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს ყველანაირ ბერგები თუ მოინდომებს თბილისშიც და 2008-ში დაუშვა შეცდომა ოპოზიციამ და ბოიკოტში გავიდა. და იყო ეგრეთ წოდებული გახსოვთ თქვენ საკნები ეს მოიტანა ამაში ანუ პირიქით მოხდა ჩემი აზრით მაშინ ოპოზიციის მოქმედება 2008 წელს გულწრფელმა ემოციამ დააკარგინა ბევრი ამორჩეველი ხო მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ეხლა თქვენ ვერ წარმოიდგენთ თბილისში ქუთაისში თელავში
ზუგდიდში, რუსთავში, სადაც 17%-ით მოიგო ოპოზიცია. ოპოზიციური განწყობილება გაზრდილია. თუ ეხლა წინასწარ ადამიანებს უთხარი რომ აზრი არ აქვს ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას, ასე შეხვედი ბრძოლაში, იმას მართლა წააგებ, მაგრამ მე სულ მოყავს მაგალითი, ხო, ერეკლე მეორეს ეხლა აღამ ახმად-ხანის წინააღმდეგ 5000-ით 35000 ადამიანს ვერ დაამარცხეთ, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მაშინ დაიანებებია ბრძოლისთვის თავს პირობითად ვამბობ, ხო? და გაეღო თბილისის კარები, თბილისი არ გადაიწვებოდა. არ გადაწვავდა, გაძარცვავდა და წავიდოდა. მაგრამ ამ ბრძოლით რას მიაღწია, რომ საკმარისია რომ დანებებულიყო ერეკლე მეორე საქართველოს დღეს შეიძლება სახელმწიფო აღარ. ან ერეკლე მეორეს გავსი მეფეები, რომლებიც ეჭირებოდნენ მტერს, უპირისპირდებოდნენ გაცილებით აღმატებულ მტერს და ამით გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფო. არჩევნებში შესვლას არ ეხება, ისინი პირიქით ფიქრობენ რომ ეგ არის ბრძოლაზე უარის თქმა. ივანიშვილის თამაში შეყვება და კრიზისის ნორმალიზება. ეს არის უბრალოდ კრიზისის ნორმალიზების შანსის მიღება. ერთი მაგალითი რომ მოგვიყვანონ ამ ძვირფასმა კოლეგებმა რომ სადმე როდესმე მათმა ამ სტრატეგიამ შედეგი მოიტანა საერთოდ მოხსნიდნენ ჯერ ბოიკოტი საქართველოში არ შემდგარა როგორ არ ყოფილა მარტს არ ჩავთვლით ესე რომ წინასწარ გამოეცხადებინა ბოიკოტი ჯერ არ მე არ არსებობს პირდაპირ გეტყვით ამ ჩვენი ძვირფასი კოლეგებისგან არანაირი გეგმა ამას დაკავშირებით არ მოგისმენია ვინ რას აპირებს არ მოგისმენია გარდა საჯარო განცხადებებისა და ეს არის უბრალოდ ასე რომ არგუმენტის მოვიყვანო რომ როგორ შეიძლება ეხლა გონიერი ადამიანები ძალიან დიდ პატივსემ ჩვენს კოლეგებს, ოპოზიციურ კოლეგებს განსხვავებული აზრი აქვს, პატივსემ აზრს, უბრალოდ ლოგიკას ვერ ხედავ, რომ პოლიტიკური, ანუ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რომ გაგვაუქმოს, ამ ხელისუფლებას უნდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა ეს ხო აბსოლუტურად ლოგიკურიც არ არის, ხო პირიქით. ბატონო ბადრი, რატო გადადეს გაუქმება არჩევნების მერე. ნახეთ, მამუკა მდინარაძე გამოვიდა და საჯარო დაპირდა თავის ამორჩეველს, რომ ჩვენო ადგილობრივ თვითმფრინავის არჩევნებამდე გავაუქმებთ ამ პარტიებსო და მე უცებ გამოვიდა ერთ თვეში საკუთარი სიტყვა უკან წაიღო და თქვა რომ არა არჩევნებამდე არ გავაუქმებთო და არჩევნების მერე გავაუქმებთ. რატო გადადეს მაშინ? იმიტომ რომ სწორედ ელოდებია რომ ჩვენ ხელფეხი ჩამოვყაროთ არ მივიღოთ არ ვიაქტიუროთ ერთიანად უნდა თქვენი არჩევნებში მიღება და მერე გავაუქმებთ. აი ეს იქნება კიდევ უკეთესი მაშინ. ამაზე უკეთეს რას გააკეთებს? თუ ჩვენ შევალთ გავიმარჯვებთ და გაგვაუქმებენ, ამაზე უკეთესი რა უნდა გაგვიკეთოს მითხარით. ეს იქნება შესანიშნავი შედეგი. აი მე ნახეთ რამდენ ხანში დამთავრდება ეს ხელისუფლება. მაგრამ ეხლა თუ ხელფეხი ჩამოყარე იმ ადამიანებს რომლებიც შენ ბრძოლასელიან უთხარი რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაშინ გაუხანგრძლივებ ამ ხელისუფლებას ძალაუფლებაში ყოფნას. ისურვებ წარმატებებს თქვენ სტრატეგიაში. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა, თავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა შევძლოთ, ვიფიქროთ იმაზე რომ ერთიანობით რას მივახცეთ. ან ერთი ან მეორე მიმართულებით უფრო კონკრეტული გეგმა ემოციებისგან დააცდილი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებას, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ეს არის ამოცანა. მადლობა.